მოგესალმებით, ვარ ფერმერი, მეწევი სოფლის მეურნეობის საქმიანობას, კერძოდ მემარცვლეობას, დაახლოებით 22 წელია და ვაწარმოებ ხორბლის მოყვანას, ქერის მოყვანას, ზესუმზირის მოყვანას. დაახლოებით 450 გექტარზე. დათესილი არის 300 გექტარი ქერი, 150 გექტარი ხორბალი. ამასთან ერთად მქონდა კონსულტაციები რიგ ფერმერებთან, რომლებიც წლების მანძილზე თანამშრომლობდნენ აგროფორსთან და მათი რეკომენდაციის საფუძველზე 2025 წლის შემოდგომაზე 150 გექტარზე დავთესე აგროფორსის მიერ მოწვდილი სათესლე მასალა. კერძოდ ქერის ჯიშები ლაურელია და ელენა. ამასთან ერთად 10 გექტარი დავთესე პაპილონი, ხორბალი. ეხლა ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთში როგორც აღნიშნე, დათესილი არის. ეს არის ჯიში ელენე, ეს დათესილი არის შემოდგომის ოქტომბრის თვეში, კერძოდ 9 რიცხვში 170 კილო არის დათესილი, გამოყენებული არის საშემოდგომო, ასე ვთქვათ, ფოსფოროვანი ნაერთი, ტერამილათი, 150 კილო არის ნახმარი 1 გექტარზე. თვითონ ელენა ქერი დათესილი არის 160 კილო, შემდგომში გაზაფხულზე უკვე შეტანილი არის ორჯერადად სასუქები და შეტანილი არის ასევე აგროფორსის მიერ მოწვდილი პესტიციდი, ჰერბიციდი, ფუნგიციდი, ასევე შეტანილი არის თხევადი აზოტი და კვებავი. არსებული სიტუაციის მიუხედავად იმისა, რომ ასე ვთქვათ, ეს მაინც და მაინც ტემპერატურა არ არის აწეული, მცენარე ისე აქტიურად არ მუშაობს. ვიზუალში რასაც უყურებ, გარშემო ყარებთან შედარებით აშკარა უპირატესობა აქვს ამ ჯიშის ქერს. სიმაღლეში, დგომაში, ღეროს ასე ვთქვათ, დგომაში, ნაბარტყში, ჯერჯერობით აშკარა სხვაობაა სხვა ჯიშის ქერებთან შედარებით. აგროფორსი დღეს სტუმრობს დედოფლის წყაროს გიაგონაშვილის მარცვლეულის მეურნეობას, რომელიც მოიცავს დაახლოებით 450 ჰექტარს. დღეს არის 8 აპრილი და აქ იმისთვის ვიმყოფებით, რომ შევაფასოთ ადგილზე არსებული გერმანული ხორბლისა და ქერის ჯიშები, ლაურიელი, პაპილონი და ელენი. როგორც კადრებში ხედავთ, ბატონი გიას ნათესები საგრძნობლად გამოირჩევა გვერდით არსებული სხვა ნაკვეთებისგან, მისი სიჯანსაღით, ზრდის ტემპით, ბარტყობის უნარით, სიმწვანით, დაავადების მიმართ გამძლეობით და სხვა მრავალი პარამეტრით. ეს არის იმ მიდგომის დამსახურება, რასაც კომპანია აგროფორსი ახორციელებს ევროპელი წარმატებული ფერმერებისა და გერმანელი აგროკონსულტანტების გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოკლედ ვიტყვით თუ რას მოიცავს ეს მიდგომა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჯანსაღი და ხარისხიანი სათესლე მასალა, როგორც უკვე აღნიშნეთ, აქ გამოყენებულია გერმანული კომპანია Saathen Unionis სათესლე მასალები. ეს ჯიშები ევროპის მრავალ ქვეყანაში არის ლიდერი, მათი მაღალი ხარისხობრივი პარამეტრებით და დაავადებების მიმართ გამძლეობით. ჩვენ აქ გამოყენებული გვაქვს ლიტური სწრაფად ხსნადი საწვდო ტერამილე. თესლი კი იმისათვის, რომ სწრაფი აღმოცენება ქონოდათ, თანაბარი აღმოცენება, როგორც თქვენ ხედავთ, დავამუშავეთ ინსექტიციდებთან და ფუნგიციდებთან ერთად ბიოსტიმულატორი რადიფარმით, რამაც უზრუნველყო თანაბარი, სწრაფი და სწორი აღმოცენება. ამის შემდეგ შემოდგომაზე დამუშავებული გვაქვს მკვლევებით და დაავადებების საწინააღმდეგო საშუალებებით, ხოლო გაზაფხულზე, როგორც კი ამიდმა საშუალება მოგვცა, დავამუშავეთ პოლონური წარმოების კომპანია Invigos უნიკალური სამოქმედებიანი ჰერბიციდით ფუნდამენტუმით, რომელიც თანაბრად კარგად მუშაობს როგორც ჩიტის თვალაზე, ასევე ნარზე და სხვა ფართოფოთლიან სარეველებზე. რასაც აგროფორსი განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს, გარდა ფესური დამუშავებისა, მნიშვნელოვანი არის ფოთლიდან მრავალჯერადი დახმარება ხორბლისთვის, ეს იქნება მიკროელემენტები, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ Brexil Mix, რომელიც შეიცავს მაგნიუმს, რკინას, თუთიას, ბორს, მანგანუმს, სპილენს და სხვა მიკროელემენტებს. ვიყენებთ ორმაგი მოქმედების სისტემურ დამცველს, უნიკალურ პრეპარატს ბროტავერს, რომელიც თანაბრად მცენარეს ეხმარება როგორც დაგანვითარებაში, ასევე უმაღლებს იმუნიტეტს, რათა ბუნებრივად მან შეძლოს თავი დაიცვას სოკოვანი დაავადებებისგან. და ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც კომპანია აგროფორსი ნერგავს, ეს არის თხევადი აზოტის აქტიური გამოყენება ფოთლიდან. ამისათვის ჩვენ ფერმერებს ვთავაზობთ და ისინი აქტიურად იყენებენ გერმანული წარმოების ნუტრიპლანტ 26-ს, რომელიც ამცირებს ფესვიდან შესატანი აზოტოვანი სასუქების რაოდენობას, გამორიცხავს აზოტის რაოდენობის დაკარგვას, რომელიც ხშირია ფესვზე გამოყენებული სასუქების დროს. ნუტრიპლანტ 26 გარდა აზოტისა შეიცავს მნიშვნელოვან მიკროელემენტებს, როგორიც არის თუთია, ბორი, ასევე მაკროელემენტ მაგნიუმს, რომელიც განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, დედოფლის წყაროს რაიონში, ნიადაგში დეფიციტურ მდგომარეობაშია.